დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან თანამშრომლობა, ჟურნალისტებთან თანამშრომლობა. აუცილებელია საზოგადოება იყოს ჩართული, მიმდინარე რეფორმების პროცესში იყოს დროულად და ზუსტად ინფორმირებული, რაც ცვლილებები ხდება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში. იმიტომ რომ ეს არის ყველასთვის მნიშვნელოვანი მთელი საზოგადოებისთვის. მე მინდა მოკლედ გითხრათ იმ პრიორიტეტებზე, რომელსაც ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ეს ანიშნავს, რომ მხოლოდ ამით ვიქნებით დაკავებული, მაგრამ განსაკუთრებული დღის წესრიგი სწორედ ეს არის პრიორიტეტების ნუსხა. პირველი მოგეხსენებათ, ეს არის ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა. საქართველოში უნდა იყოს ახალი თანამედროვე და კვალიფიციური მომსახურებისათვის მზად ყოფნაში მყოფი საავადმყოფოები. 46 საავადმყოფო, რომელიც შენდება სადაზღვევო ბიზნესთან ერთად, არ არის ერთადერთი, რასაც ვაშენებთ, ასევე არის სხვა კერძო პროექტები, ასევე არის სხვა საინვესტიციო პროექტები. ყველაფერ ამას ინფორმაციას მოგასვით, თქვენთვის საინტერესო თუ იქნება და ბუნებრივია, ჩვენ გვინდა რომ ყველა რაიონში, ყველა დიდ ქალაქში ადამიანებს ჰქონდეთ კვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების იმედი. მეორე კი, მოგასვით მანდაც. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ჩვენთვის მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ინფორმირება და დაცვა. ეს ეხება არა მხოლოდ სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლე მოქალაქეებს, იცით რომ დაახლოებით მილიონზე მეტი მოქალაქეა დღეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებით დაზღვეული, არამედ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეხება აქვს და როგორც პაციენტს აქვს ურთიერთობა სამედიცინო სექტორთან. საჭიროა ისინი მათი უფლებების შესახებ იყვნენ ზუსტად ინფორმირებულები და ასევე სამინისტრომ მისმა სამსახურებმა, მათ შორის პირველ რიგში მედიაციის სამსახურმა, შეასრულოს ადვოკატის ფუნქცია თითოეული მოქალაქისათვის, რომ მისი უფლებები, როგორც პაციენტის, როგორც მოქალაქის, მისი ღირსება მათ შორის იყოს ყოველთვის პატივცემული და იყოს შესაფერისად დაცული. მესამე მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასევე არის განათლება, პოსტდიპლომური განათლება. მოგეხსენებათ, რაც არ უნდა კარგი შენობები იყოს და რაც არ უნდა კარგი ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია როგორი ექიმები, როგორი ექთნები, როგორი ხელმძღვანელები ეყოლებათ ამ საავადმყოფოებს, როგორც პირველად ჯანდაცვას, ისე მეორად ჯანდაცვას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენთვის, რომ სამედიცინო სფეროს დავეხმაროთ და დავეხმაროთ ექიმებს, ექთნებს იყვნენ როგორც გამოცდილი თავიანთი განათლების თვალსაზრისით, ისე ჰქონდეთ შესაფერისი სამედიცინო პრაქტიკა. ბოლო წლებში მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ექიმი დარჩა პაციენტის გარეშე, ბევრი ექთანი. ამან მნიშვნელოვანი პრობლემა შექმნა სწორედ სამედიცინო პროფესიონალის და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა მოქალაქეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ბევრი პრობლემა, რომელიც არის სწორედ მოდის იქიდან, რომ ჩვენ საკმარისი დრო და რესურსები არ გავაკეთეთ და არ მიმართეთ პოსტდიპლომური განათლებისათვის და ხარში არ ამოუდექით იმ ექიმებს, რომლებიც დღეისათვის არიან ნამდვილად გზად მიიღონ პაციენტები და მათ სჭირდებათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა სწორედ პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ რეფორმების გაგრძელება, რასაც სოციალური დაცვა ქვია და სოციალური დაცულობა ქვია ჩვენი მოქალაქეების. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ინიციატივა იყო ბოლო წლებში სოციალურ სექტორში, ძალიან ბევრი რამე დაზუსტდა, ბევრი შეიცვალა. მათ შორის შეგვიძლია უფრო უკეთესად მოვძებნოთ და ვიპოვოთ ღარიბი ოჯახები, უფრო უკეთესად შევაფასოთ მათი სოციალური კეთილდღეობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი კეთილსინდისიერებაა მოქალაქეებთან ურთიერთობაში, რასაც ხშირად სწორედ ბევრი ჟურნალისტი დაგვეხმარა, სწორედ მათ მოძებნეს ოჯახები, რომლებიც იყვნენ დარჩენილი სახელმწიფო პროგრამების მიღმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ დაანდინ პატივისცემთ ესეთ თანამშრომლობას და ყოველთვის მზად ვიქნებით, როგორც მხარდა თანამშრომლობისთვის, ისე კრიტიკისთვის, იმიტომ რომ კრიტიკა არის ის, რაც გვაფხიზლებს ხშირად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა, როგორც ილია ბრძანება ხომ ყვახე შეძახილი მოვისმინოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი мотивация გქონდეს უკეთესად გავაკეთოთ ჩვენთვის დაგესრებული საქმე. სათავარ გიპასუხოთ ნებისმიერ თქვენ კითხვას, ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. ბატონ სანდრო, რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროში თანამშრომლობის შემცირებას, თუ სწორად მახსოვს, როდესაც თქვენ დაინიშნეთ ამ პოსტზე, თქვენ თქვით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში თანამშრომლობის გაშვებას არ აპირებდით. ეხლა არის მასშტაბური წმენდა ამ სამინისტროში, აი ამ საკითხთან დაკავშირებით. არაფერი მასშტაბური წმენდა არ არის, მინდა გითხრათ. მთავრობის ხდომაზე გავიარეთ ჩვენ რეორგანიზაციის საკითხი, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების. ბუნებრივია აქ იქნება საუბარი აგრეთვე კადრების ოპტიმიზაციასთან, იმიტომ რომ მაშინაც დავამატე და ეხაც ვიძახი, რომ ყველა დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯი იქნება მიმართული სწორედ ჯანდაცვის სერვისებისა და სამინისტროს წინაშე მდგარი იმ ამოცანების დასაფინანსებლად, რომ ყველა ეს თანხა მივიდეს პირველ რიგში მოქალაქეებამდე, მივიდეს ოჯახებამდე.
და რაც შეიძლება ნაკლები თანხა მოახმაროთ საკუთარ ხელფასებს, საკუთარ კომფორტს, საკუთარ მანქანებს, საკუთარ შენობებს. ბუნებრივია ეს არის ყველა ხელმძღვანელის ვალდებულება, ალბათ თითოეული თქვენი ხელმძღვანელიც იგივეს ფიქრობს, ხო? და აქედან გამომდინარე, რეალურად რაც ჩვენ ცვლილებები ჩავატარეთ, დღეისათვის მე არ ვიცი სხვა რა თანამშრომლების განთავისუფლებაზეა საუბარი. სტრუქტურული ცვლილებები იქნება, მაგრამ იქნება საჭიროებიდან გამომდინარე. რაიმე, ვთქვათ, რეპრესიული სისტემის გატარებას არ ვაპირებ, მით უმეტეს ამ ხალხს ვიცნობ დიდი ხანია, ბევრი მათგანი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის სამინისტროს თანამშრომელი და ძალიან კვალიფიციური და კარგი კადრები არიან და მე არ ვაპირებ რაიმე სერიოზული ცვლილების გატარებას. ანუ სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებები არ გაგრძიათ, ხო? ესეთი ინფორმაცია არსებობდა, რომ თანამშრომლებს დაურიგებთ. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგი ინფორმატორი ვიქნები მე თქვენთვის. ყველა სამინისტროს თანამშრომელი გაფრთხილდა ამასთან დაკავშირებით, მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის საჯარო სამსახურის კანონის მიხედვით ჩვეულებრივი პროცედურა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება ჩვენ დაგვეხმარება გარკვეული ცვლილებები გავაკეთოთ, მაგრამ ეს ცვლილებები პირველ რიგში ეფექტურობის გაზრდას ემსახურება და არა მნიშვნელოვან თქვა შემცირებას რომელიმე მიმართულებით. მათ შორის ცენტრალურ აპარატშიც. სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების სააგენტო არის სხვა სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო სხვა სააგენტო. მე მგონი იმედში იყო ესეთი ანონსი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო უბრალოდ შეგეშალათ სახელწოდება სააგენტოსი, მთავრობის დადგენილების საფუძველზე რეორგანიზაცია შეეხება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების სააგენტოს, რომელიც უშუალოდ თავისი შინაარსით არის სახელმწიფო შემსყიდველი და ამავე დროს უკეთებდა იმ კონტრაქტების ზედამხედველობას, რაც სამედიცინო სექტორთან იყო დადებული მომსახურების შესყიდვის მიზნით და მინდა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, არც ერთი კლინიკა, არც ერთი სამედიცინო დაწესებულება ამითი არ დაზარალდება, იმიტომ რომ ყველა საკონტრაქტო ვალდებულება შესრულდება, ყველა გადარიცხვა გახავსებდება დროულად. მინდა გითხრათ, რომ ეს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, რასაც ჩვენ გვეგმავთ, არანაირად არ შეზღუდავს რომელიმე ჩვენი კონტრაქტორის სამედიცინო დაწესებულების ინტერესებს. პირიქით, შემიძლია გითხრათ. მოხდება ისეთნაირად, როგორც მთავრობის დადგენილებაში არის გაკეთებული, რომ ის ფუნქციები, რომელსაც ასრულებდა სააგენტო, ეს არის შემსყიდველის ფუნქცია, ეს არის კონტრაქტებზე ზედამხედველობის ფუნქცია და ეს არის შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების ფუნქცია, გადანაწილდება იმ სააგენტოებზე, სადაც ესეთ ფუნქციები ისედაც სრულდებოდა. ძალიან ბევრი იყო დუბლირება, მოგეხსენებათ და ყოველთვის ჯობია, რომ ყველა მიცოდეს თავისი კომპეტენცია და არ იყოს გაურება ამ კომპეტენციებში. ყოველთვის მერე გაუგებარია ხოლმე ვინ რომელმა უნდა გააკეთოს რა. მეტყვი ჩვენი ამოცანაა, რომ არსებული ფუნქციების მკვეთრად და კაფიო დაზუსტების შედეგად უფრო ეფექტური გახდეს თვითონ ამ პროგრამების მართვა. ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცემა? არა მხოლოდ, ჩვენ გვაქვს პროფესიული რეგულირების სააგენტო, ჩვენ გვაქვს პროექტების განმახორციელებელი სააგენტო, ჩვენ გვაქვს თვითონ სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სადაც ასევე არის შესყიდვების სამმართველო. მინდა გითხრათ, რომ ეფექტიანობა ამ ცვლილებების დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანებმა თავისი კომპეტენციის გამო შეასრულონ საქმე და არ იყოს ერთი და იგივე საქმის 2 და 3 შემსრულებელი. ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი ცვლილებების. თანამშრომლები არიან ბევრნაირები. მე მყავდა მაგალითად რამდენიმე ათეული რჩეველი, თითოეულს ჩვენ შევეცდებით, რომ გარკვეული შეთავაზება მოუძებნოთ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ყველა ჯობია იყოს კონკრეტული დავალებით დატვირთული, კონკრეტული შრომითი კონტრაქტი კონდეს და არ იყოს გაურკვეველი ვალდებულებები ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს ჩემთვისაც კარგია და სამინისტროსთვის და მათთვისაც კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბევრი რაიმეს გაკეთება შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად არ ქონდა ამ პოტენციალის გამომჟღავნების საშუალება. ეს პროცესი მინდა გითხრათ, არასოდეს არ დასრულდება, რაც სამინისტრო იქნება, მუდმივად იქნება სურვილი, იყოს ცვლილებები, იყოს განვითარება და იყოს სურვილი, რომ უფრო ეფექტური სისტემა გავაკეთოთ. იმიტომ რომ თქვენ, როგორც მოქალაქეები და ჟურნალისტები, ყოველთვის იქნებით უკმაყოფილო არსებული მდგომარეობით და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მოტივირებული, რომ რაღაცა გავაუმჯობესოთ და გავაკეთოთ, ხო? წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენთვის ახლა პრიორიტეტი არის 2011 წლის ბიუჯეტზე მუშაობა. ეს არის საკმაოდ რთული და საკმაოდ სერიოზული ამოცანა დასმული სამინისტროს გუნდის წინაშე და მთავარი ცვლილებები, რასაც ჩვენ გვეგმავთ, არის სწორედ საბიუჯეტო კანონთან მუშაობასთან დაკავშირებით და მე უბრალოდ გარწმუნებთ, რომ პირველი ვინც გაიგებს ამ შედეგებს მუშაობის,
პირველები იქნებით თქვენ, თუ საჭიროა იგივე შემადგენლობით შევიკრიბოთ, მაგრამ ჩვენ მართლა ვფიქრობთ, რომ თითოეული ადამიანისთვის გასაგები იყოს ბიუჯეტი. იმიტომ რომ ადამიანისთვის ბიუჯეტი არის ჩვენი ანგარიში იმ საზოგადო ხარჯებისგან გამომდინარე, რასაც თითოეული თქვენთაგანი იხდით, ვაგროვებთ გადასახადების სახით, ეს არის საერთო რესურსი და თქვენ ვალდებული ვართ ჩვენ რომ ეს ანგარიშგება და გამჭირვალობა ამ ხარჯებისა იყოს უზრუნველყოფილი. ხუდუშაურის საავადმყოფოსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არის გადაწყვეტილება მიღებული და გაფორმდა ინვესტორთან წინასწარი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი 5 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტირებას. მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი სიახლე, მას შემდეგ რაც მინისტრად დავინიშნე, სხვა საინვესტიციო პროექტებიც არის, თუ რომელიმე კონკრეტულად გაინტერესებთ გეტყვით. ხუდუშაურთან დაკავშირებით მოგეთ თქვენ ასე, თუ არის ყო ინვესტორი შერჩეული და რა თემაზე არის საუბარი? 2.5 მილიონამდე არის დოლარზე საუბარი. ინვესტორი არა მარტო შერჩეული, არამედ მემორანდუმი გაფორმდა წინასწარი. იქ თვალისწინებს უახლოესი 5 წლის განმავლობაში ამ ინვესტიციის განხორციელებას და ვფიქრობთ, მოლაპარაკებები კიდე დააზუსტებს ხელშეკრულებაში ამ პირობებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაცილებით მოკლე დროში და გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოსაოდნელია, ადამიანები დაინახავენ როგორც მართვის კულტურის, ისე იმ მომსახურების ხარისხის ცვლილებას, რაც ყველა იმ დაწესებულებაში განხორციელება, სადაც ჩვენ მართვის კულტურა და დამატებითი ინვესტიციები შეგვიძლია მოვიზიდოთ. ბატონო სანდრო, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ იაფ დასრულებას, ეს ხუთვარიანი პაკეტის პირველი ეტაპი როგორც შემსაქმებული დასრულდა, ახლა რასაუბრებთ და კიდე ერთი კითხვა, ახალი პროგრამა თუ მოქმედება ამ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და რა გეგმებია მასაკი? სიმართლე რომ გითხრათ, ახალი პროგრამის პარალელურად ჩვენ ვფიქრობთ თვითონ ამ პროგრამის ეფექტურობა გავზარდოთ. ბევრი მოქალაქეს ხშირად არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ეკუთვნის და როგორ უნდა გამოიყენოს ის სოციალური შეღავათები, რომელიც ხშირად ცენტრალიზებული პროგრამებით მიეცემა და ზოგჯერ ადგილობრივი ან სხვა რაიმე რესურსიდან ხდება ამ პროგრამის დაფინანსება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ რა ეკუთვნით და მეორეც, თუ ვინმე უარს ეტყვის, რომ არა, თქვენ ეს არ გეკუთვნით, ჩვენ გვერდზე ამოუდგეთ და ერთად ვიბრძოლოთ ამ მოქალაქეების უფლებების დასაცავად. ყველა იმ პროექტში, სადაც ბიუჯეტის თანხა მიდის, მე გავაფრთხილეთ ჩვენი სამსახურება, იქნება ერთიანი მიდგომა. არ აქვს უფლება არც ერთ ჩვენ წარმომადგენელს რეგიონებში, რაიონებში უთხრას, რომ ეს ჩემი საქმე არ არის და სხვაგან გაუშვას სამინისტროს რომელიმე სხვა უწყებრივ დაწესებულებაში, თითოეული ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ ეს ადამიანები, როგორც საქართველოში მიღებულია მეგობრების, ნათესავების და ოჯახის წევრების მიღება, ხო? ჩვენ ვალდებული ვართ ყველა მოქალაქეს მოვექცეთ როგორც საკუთარ ნათესავს, საკუთარ მეგობარს და არ უნდა იყოს რაიმე განსხვავება ამ თვალსაზრისით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს თვითონ ამ პროგრამაში ჩასადები. მათ შორის არ უნდა იყოს ორმაგი ინტერპრეტაცია რაიმე მუხლებისა და პირობების, როდესაც ჩვენ გვგონია, რომ გარკვეული მომსახურება უნდა დაფინანსდეს და არის ხომ ხშირად აზრთა სხვადასხვაობა თვითონ სამადასხმეულ კომპანიის წარმომადგენლებსა და კლინიკებსა და მოქალაქეებს შორის, ჩვენ ვაპირებთ უახლოეს პერიოდში გავააქტიუროთ ტექნიკური საბჭოს მუშაობა, რაც მინისტრთან არის შექმნილი, სწორედ ამ დაგვარი საკითხების მოსაგვარებლად და ერთ-ერთი პირველი, რაცაც ვაპირებთ, სწორედ ზუსტად დავაზუსტოთ ყველა ის პირობა, რა პირობას და რა პროდუქტსაც ჩვენ ვყიდულობთ სადაზღვევო ბიზნესისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, თუ მოკლეს პერიოდში ჩვენ ამას შევძლებთ. Robert შეიძლება რაიმე სადაზღვევო სისტემაში, ანუ გულისხმობ მთლიანობაში და არამხოლოდ სოციალურად დაუცველი პენსია. უნდა შეიცვალოს. ჩვენ ახლა გვყავს ყოველი მეოთხე მოქალაქე დაზღვეული. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დანარჩენ 75%-ზე ამ მოქალაქეების, რას ვთავაზობთ, როგორ ვთავაზობთ, რა წინადადება აქვს არსებულ ჯანდაცვის ნაციონალურ სისტემას ამ ადამიანებისათვის და ამ ოჯახებისათვის. მე ვფიქრობ, რომ სადაზღვევო ბიზნესში და სადაზღვევო პროგრამებში, რაც ნამდვილად უნდა შეიცვალოს, ეს არის ანგარიშგება, უნდა მოწესრიგდეს და ჩვენ არ უნდა გქონდეს იმისი განცდა, რომ იმაზე მეც ვიხდით, ვიდრე საჭიროა სერვისების შესასყიდად. ეს პრემია უნდა იყოს და ოდენობა ზარალზე ორიენტირებული, ანუ რა თანხაც მიდის უშუალოდ კლინიკებამდე და მოქალაქეებამდე